სხეულში განხორციელებული სული თანდათან იცვლის ბავშვის სხეულს და ხდება ყმაწვილი, შემდეგ კი იცვლის ყმაწვილისას და ხდება მოხუცი და ამგვარადვე გადადის სიკვდილის შემდეგ სხვა სხეულში. ის, ვინც გააცნობიერა თავისი სულიერი ბუნება, ესეთი ცვლილება არ ეხამუშება. სული არ იბადება და არ კვდება. ის არ წარმოქმნილა წარსულში, არ წარმოიქმნება ეხლა და არ წარმოიქმნება მომავალშიც. ის არაა დაბადებული, მარადიულია, მუდამ არსებულია, უკვდავია და თავდაპირველია. ის არ იღუპება, როდესაც იღუპება სხეული. როგორც ადამიანი იცვლის ძველ ტანსაცმელს და იცმევს ახლებს, ასევე სული შედის ახალ მატერიალურ სხეულში, უსარგებლო და ძველის დატოვების შემდგომ. სულს ვერანაირი იარაღი ვერ ჭრის, ვერც ცეცხლი წვავს, ვერც წყალი ასველებს და ვერც ქარი აშრობს. შეუძლებელია ამ ინდივიდუალური სულის დაყოფა, აღრევა, დაწვა ან გაშრობა. უცვლელი, გაუნძრეველი და მარადიული, ის იმყოფება ყველგან და ყოველთვის ინარჩუნებს თავის ხარისხს. სული უხილავია, მიუწვდომელია და უცვლელია. ამის ცოდნის მერე შენ არ უნდა წუხდე შენს სხეულზე. მაგრამ მაშინაც კი თუ ფიქრობ, რომ სული მუდმივად იბადება ან სამუდამოდ კვდება, შენც მაინც არ გაქვს მიზეზი იდარდო. ის, ვინც დაიბადა, თავისთავად მოკვდება, სიკვდილის შემდეგ კი ხელახლა იხილავს ქვეყნის სინათლეს. ეს გარდაუვალია, ამიტომაც თქვენი ამ ქვეყნიური მოვალეობის შესრულებისას არაფერზე არ უნდა გლოვობდეთ და დარდობდეთ. არის ორი ტიპის ადამიანი, ვინც მიისწრაფვის შეიცნოს თავისი მე. ერთი თავს უთმობს ფილოსოფიურ აზროვნებას, მეორენი კი ერთგულად ემსახურებიან უფალს. მან ვინც მიაღწია ღვთაებრივ ბუნებას, მის გამოჩენას და საქმეებს, მეტად არასდროს აღარ დაიბადება მატერიალურ სამყაროში. სხეულის დატოვების შემდეგ ის დაბრუნდება ღვთის მარადიულ სამყოფელში. ის, ვისაც არავის იშურს და მეგობრული სიყვარულით უდგება ყველა ცოცხალ არსებას, ნებისმიერ არსებას, ვინც განთავისუფლდა მესაკუთრე გრძნობისგან და ცრუ ეგოსგან, ვინც რჩება აუველებელი სიხარულის დროს და მწუხარების დროს, ვინც ყოველთვის კმაყოფილია და მზადაა აპატიოს სხვებს, შეზღუდავს გრძნობებს და ორიენტირებულია მისი გონება და ცნობიერება უფალზე, ასეთი ადამიანი ძალიან ძვირფასია ჩემთვის, ამბობს უფალი. ყველა ჩვენი სიხარული და მწუხარება შედეგია ჩვენი წარსულში ჩადენილი საქმეებისა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ის სხეული, რომელიც მოქმედებდა წარსულ ცხოვრებაში, მეტად აღარ არსებობს. როგორ უნდა დავთქვეთ ან ვიტანჯოთ იმ შედეგებისგან, რაც გავაკეთეთ წარსულში, როდესაც სხვა სხეულში ვიყავით? ისინი, ვინც ვითარდებიან უმეცარი საქმიანობით, ხვდებიან უმეცრების ბნელყოფაში. და ყველაზე უარესნი არიან ისინი, ვინც ვითარდებიან ეგრეთ წოდებულ ცოდნაში. სიკვდილისა და დაბადების დაუსრულებელი წრიდან გამოსვლა და უკვდავების მადლით სრულიად დატკბობა შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც შეუძლია ერთდროულად გაიგოს პროცესი უმეცრებაში ჩატვირთვისა და პროცესის სრულყოფილებისა ტრანსცენდენტულ ცოდნაში. რა უცნაურია! ადამიანებმა კარგად იციან, რომ ამ ქვეყნად განუწყვეტლი ვიბადებიან და კვდებიან ათასობით ცოცხალი არსება. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებს უნდა გაეგოთ, რომ მათაც მოუწევთ სიკვდილი, მაგრამ ისინი მოჯადოებულნი არიან ილუზიით, როგორც ჩანს ეს სრულიად არ ისმით. განპირობებული სული მოდის, არც იცის საიდან და სხეულის სიკვდილის შემდეგ, არ იცის საით მიდის. ეს მატერიალური ბუნების კანონია და გამონაკლისები მასში არ არსებობს. Რაღაცომ მწუხანაბა ისინი თავიანთი ქმრის ან ცოლის სიკვდილის გამო. იმ ადამიანთაგან, ვისაც გონება გააჩნია, უარი უნდა თქვან პირველ მიზეზს დარდზე, ილუზიაზე, შიშზე, მრისხანებაზე, მიჯაჭვულობაზე და უაზრო შრომაზე. მთავარი მიზეზი ამ ყველაფრისა იმალება არასაჭირო მისწრაფებაში პატიმოყვარეობის და სიმდიდრისკენ. ადამიანის სურვილი არ უნდა იყოს მიმართული გრძნობების და კმაყოფილებისკენ. სასურველია მიმართული იყოს სურვილი მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრებისკენ, რათა თავი შეინახოს, რადგან ადამიანის დანიშნულება დასვას კითხვები აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე და ეძიოს პასუხი. სხვა არაფერი არ უნდა იყოს მისი საქმიანობის მიზანი.